ახლა კი სანთელივით დავდნებით და შაქარივით დავტყვებით, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად მოვიდა გთხოვთ მივესალმოთ ნინო ჩხეიძე. როგორ ხარ ნინო გენაცვალე? კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს შოუში. როგორ ისლა მოსვლა გვაქვს ერთმანეთთან თუ აგვირდები? გადმოპატიჟებული ვარ ახლა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ეს იმერლები კი ვარ თან შეკრებილი და გვიყვარს ეს ამბავი მისვლა მოსვლა გადაპატიჟება გადმოპატიჟება. მოკლედ ბევრი რომ ან განვაგზოთ. ძალიან უყვარხარ ყველას. კარგი ადამიანი ხარ. კარგად ბღერი და შავების ჩაცმა კი გიყვარს და ხა ქართველებისთვის მეტი რა არის საჭირო რომ ადამიანი შეგიყვარდეს. კი ბატონო. ბოლო მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა. რა არის იცი ახლა ვარ ხოლმე ხშირად ისეთ სუფრაზე სადაც მე თამადა ვარ ხოლმე და შენ რა თქმა უნდა მღერი და ესე იგი ეს ის შემთხვევა არის, როდესაც მოკლე სადღეგრძელოებს ვამბობ, იმიტომ რომ ყველა მეუნება მორჩი ლაპარაკს მოგვაწმენე ნინო. შენი ხმა რომ ესმის სხვათა შორის რაღაცნაირად ავტომატურად მერთვება ხოლმე. აი გავიგონებ თუ არა შენ ხმას დავიწყებ ხოლმე. გეყოფათ ეხლა გეყოფათ ყველაფერს თავისი დროა კაცო ჯერ დავლიოთ სადღეგრძელო და მე სიმღერაც იქნება და ყველაფერი როგორც საჭირო. მაქვს ხოლმე ესეთ რაღაცები რა ვქნა. მაგრამ მაინც ეხლა უფრო ხუმრობ, მაგრამ ძალიან რაღაცნაირად შეხმატკილებულად გამოგვდის ჩვენ დუეტი, რა თქმა უნდა და წვეულებებში ასე ვთქვათ ერთად მუშაობა. და ძალიან მიყვარს ის წვეულება, სადაც შენ არაჩვეულებრივი თამადა ხარ ყოველთვის და ზურა არის უბადლო თამადა. უბადლო. ვაიმე გაიგზელი ნინო კიდე რაღაცები მოყევი გეხვეწები. გიჟდები ჩემ თავზე ესეთ რაღაცები. კარგი ადამიანი, კარგი მამა, კარგი მეგობარი, კარგი წამყვანი. კარგი მომღერალი. დიდი მადლობა, საკმარისია, დიდი მადლობა, ჩემო ნინო. გავაგზელო? არა. საკმარისია, უკვე მე რომ მოვალ შენთან გადაცემაში, იქ გავაგზელოთ და რა. რა თქმა უნდა, ერთი კი არა, უამრავი. მე ხო ხედავ როგორ გააქებ შენ სარხზე და შენ. არც მე გაკნებ ხოლმე სხვათა შორის, ახლა სანამ ჩხუბამდე მივედით. ესე იგი, კარგი ქორწილი რომ გამოვიდეს, სამი რამ არის საჭირო ამისათვის. ესე იგი, კარგი გარემო, მეჯვარეები და რა თქმა უნდა ნინო ჩხეიძის სიმღერები. ჯონჯოლივით ვარ ხო? ეგ არ მიკათრებია. არა, ჯონჯოლი, იცი როგორი არის? ჯონჯოლივით კაციაო რო ამბობენ, ანუ როგორი არისო? სუფრაზე თუ არის ყველა მიირთმევს და თუ არ არის არავის ახსენდებაო და ამიტომ მე ჯონჯოლს ვერ შეგადრი ვერაფრით. შენი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი არის შანელი როგორც ვიცი და ეს მარტო საყვარელი ბრენდია თუ აი ყიდულობ კიდეც. ჯერჯერობით ვყარობ მარტო. აჰა, შორით ტრფობა და შორით ყდომა არის ხო ძირითადად. არა უშავს. რო არ მოვიბეზრო. როგორც ვიცი ძალიან გიყვარს სათვალეები და ძალიან ბევრი სათვალით დადიხარ ყველგან, ანუ ყველაფრისთვის გაქვს ეს სათვალე, მზისთვის, წვიმისთვის, იბნელისთვის, სინათლისთვის, დღის, ღამის, შუადღის, გადაცემის, ყველაფრის. და საზურავე სათვალე ხომ არა გაქვს? რა თქმა უნდა. აი დღეს რომ მოდიოდი ჩემთან დაუშვათ, არ მოგაფიქრა რომ ერთი საზურავე სათვალე მივაშავო ზურასო? მომაფიქრე, იმიტომ რომ სათვალი არის სულ საჭირო. კი ბატონო. აი თქვათ ვიღაცა არ მოგეწონა აქ. გაიკეთებ სათვალეს, წამოგიღე. მართლა წამოვა. და ვერ ხედავსო. აი ნახე ცადე. ამიგო რა სიმაღლე ხარ. ეს ჯადოსნური სათვალე ყოფილა. დიდი მადლობა ჩემო ნინო. ჯიბეც ნახე იქნება 100 ლარი გაქვს. ჩახედე. უი, ეს არის შორს ხედველი სათვალი. ახლოდან არაფერი არ ჩანს. ვახ, რა კარგი, ისე მართლა რა კარგად ჩანს ყველაფერი. რატომ ამოვისუნთქე, ცოტა ადრე მოხვედი. ამოვისუნთქე, ამოვითვალე. კარგი, ესე იგი ერთი სათვალე უკვე მაქვს და ერთი რა მაინტერესებს, რაღაცა ენების სწავლა მიჭირდაო და ვერ ვფლობ ბევრ ენასო, მაგრამ იცი რას გეტყვი, მაგაზე არ იღელვო ჩემო ნინო, იმიტომ რომ შენ ისე მღერი ნებისმიერ უცხოელს გააჩერებ, მოაბრუნებ და ააცეკვებ. მადლობა. ხო და რადგან ამ თემას შევეხე, ცოტა ჩუმად გეყვი. ახლა ერთი წილკნელი ბიჭია, რომელიც შემოვა და
არ გინდა ბევრი წვალება ისეთ რამე უმღერე, რომ გაიქცეს, მოშორდეს, გაქრეს. უი, აბა სად არის? წილკან შემოდი ძუ. როგორ ხარ წილკან გენაცვალე? ნახე რასკუმარი დაგახვედრე. გენაცვალე. ბოდიში რო ხელცარიელი შემოვედი ის არ ქონდა რა ქვია იმასა რა. საშუალება. საშუალება კი არა, სურვილი არ ქონდა რამე რო შემოტოვეთ არა. საშუალება როგორ არა მქონდა კაცო. ოჩახ, მომჭერი უკვე თავი ხო? არა, გაესაუბრე სტუმარს გენაცვალე. როგორ ბრძანდებით ქალბატონო ნინო, როგორ ახართ გენაცვალეთ ხო ხართ კარგად. და რაიმე კი ფათაშორის თქვენ სიმღერებზე ვარ გაზრდილი რა. ამ ბოლოს ცოტა ზედმეტი მომივიდა და მე მგონი არასწორად გაიზარდე. სიგანეში უფრო. და რამე კითხვა არ გაქვს ნინოს. კითხვა როგორ არა მაქვს ქალბატონ ნინოსთან? თქვენ თავიდან მღეროდით და მე შეგიყვარა ხალხმა თუ პირიქით? რა პირიქით? ბიჭო, პირიქით როგორ, რანაირად? მე ჯერ შევაყვარე ხალხს თავი და სიმღერა მერე დავიწყე მოთორე. ისე რა გამობედინებდა სიმღერას. ქალბატონო მე და თქვენ რო დავფიქრდით ძალიან გავსხოვდებით ერთმანეთისგან რა. თქვენი თავის ფასი იცით და მე კიდე კლიენტიზე არის დამოკიდებული რამდენს მომარტყავს შუბზე შაბაში. ხოღორე, მაინდამე ჩენ გედრება ახლა პირდაპირ. არ შეიძლება ცოტა სხვანაირად რო აქვს ხვენია საერთოდ? ახლა დაიწყო ამაცა. თომ არიცი ახლა მე ვინა ვარ ძმაო რა. ვინა ხარ? მე სადაც გამოსულ არ კონცერტზე იქითაც მარტო არ გავსროს უდაცობაცილებს. და რატო ფანები რო არ დაგესიონ? რატო და მამ კიდე მე ხელსა და მეუნებიან წადი და ხახარდაგერა ხო მოთრეული მეორე ხო. კარგი, გასაგებია ყველაფერი, ალბათ ასეც იქნება. ისე ნინოს სიმღერებს როდის usmen? რა დროს? შუადღე ნინოს სიმღერებს usmen ყოველთვის. ეს რაღაცა ახალი ტერმინია, დღე და ღამე გამიგია და ეს დღე და შუა. ღამე ახავზივა შეგადაცებაში და ღამე აი, გასაგებია ყველაფერი. ისე რა არის მაგას ის ჯობია, რადგან ასე გათავხედი, აი დუეტის ჩაწერა რომ გინდა შესთავაზო ნინოს, აი მაგაზე ვისაუბრე. ისე სხვათა შორის ქალბატონო ნინო ძალიან მაგარი დუეტი ვიქნებით მე და შენა. მათემატიკა კარგად იცი? არა. ძალიან კარგი, შაბაშებს მე გავყოფ ხოლმე. ყველაფერი 5-ზე იქნება. ის კიდე ენებს ვერ სწავლობს კარგად. ვერ სწავლობს ენებსო. გამაგიჟებ რა, რა უნდა ენების სწავლასა? ქართული, ფრანგული, იტალიური, სომხური. რა მაგარი ეს დრო. ყველა ენა იცი ახლა და კიდე რა ენები იცი? შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე, როცა გოგოსთან ერთად თავზივართ, ნუ მამცირებული. წესიერად მოიქეცი. უკაცრავად. ადრე ქალბატონო ნინოს თქვენ სიმღერებს უსმენდი ხოლმე და უტკბებოდი ხოლმე რა. გენაცვალე და მე რატო შეწყვიტე? მე მანქანა ვიყიდე და წილკანი თბილისის სამარშრუტო ტაქსიში უსმენდი ესე გამოდის. სრულ პროგრამას. და რევერსით უკან აგზავნა შემდეგ. რა თქმა უნდა, გენაცვალე, რა თქმა უნდა. ისე რა არის ისე ხა შენ ძალიან შორს ახვალვატყობ საქმეში და საქმეზე რომ გადავიდეთ ხომ არ ჯობს? კარგი ძმაო, რა ხან არის შელი შენ თავს დააბარალე. მაშინა ძმაო, ეხლა წილკანას ჯერი დადგა და ეხლა იწყება წილკანას სიმღერები. ეხლა პირველი სიმღერა ნინოს ქალბატონი ნინოს რეპერტუარიდან უნდა შევასრულო შემოზურა რა. გაუშვით წავიდა. ხლა მიყურე რა ვქნა მე. ვიდი აბა შენი. ოპ! შენი ალბომის მოსმენა მხევსურეთიდან ამყარა დენი ვიცე გვეგზაში მძღოლმა დუშეთან ჩავყარა მუსიკა თითქოს ღრუბლებში გამატარა და მე შენი თავი შოუში გადამაღარა ასეთი ძიმე დაიწყო, მაგრამ როგორ გამოასწორა? ნიჭიერი ვიდეო. თავიდან ესე ვიწყებ ხოლმე და მე კარგად მივდივარ. ეხლა ჩემოზურა ერთ რაღაცას გეტყვი ძმაო, მე რო დამაწყებინე ტაქსი სიმღერები, სულ ჩვენ სტუმრებზე ვღერი ვარ. ეხლა მე მინდა საკუთარ თავზე ვიმღერო და რა საინტერესო. ჩემი და თბილისის ურთიერთობაზე მინდა ვიმღერო. გააქვს ურთიერთობა? გითხარი რამდენჯერ. კარგი, მიდი. ხალხი ნუ მარცხენ მე. კარგი, მიდი. Solo la tinabano tu vani vergis da veris kuchemi saziazat da eperebamze Corpusi ezo dukani verdavi maxsore vercerti ubani Silgnis marshutka romerze gadis dre
შეყვარი ციციგის მასკა რომელზე გადის დღესა უკვე გასულია არჩენილი გასული არო სანამ სიმღერას არ მორჩები ვერ მიუს ისე არა ბოგატო ყოველ ნახევარ-საათში ერთხელ გადის პრობლემა დავრჩები და ერთი რაღაცა მინდა კიდე გითხრა რა ჩემო ზურა დღეს აქედან მე ისე ვერ წავალ ნინოს კარენოის სიმღერა რო არ ვიმღერო რა ხანახიდან დაშფანდურით კარიერა აიწე წლებია ერთ რამეს ნატურობ რაც სიმღერა დაიწე ნატურაში გავიდა 30 ივლისი რითმერ გაერთიანეს წაღვერი და თბილისი აი ეს არის რა უშაბაშოთ არაფრის მახნისი არ არის რა არ გამოვა არა ეგრე არ გამოვა როგორც ფიქრო მაგითომ გაწყვიტა აბარა მიდი გაგასრო წილკნის მან დაქვია ბახუჩკა წელი ეხლა შენ მე მასწავლი რა უნდა ვთქო მე ვიცი რა უნდა ვთქო ნინო იძახის რომ მე ძალიან მომწონს მუსიკოსი და მოხუმარე ბიჭები და ეს იუმორისტებიო და ეხლა სანამ გავაგიჟე და გადავრի ეხლა მე გავიპარები აქედან კი ბატონო ფანისები არ გავალ აბა როგორ დიდი მადლობა ჩემო ნინოს უმრობისათვის და დიდი მადლობა იმ სიმღერისათვის რომელსაც ახლა შეგვისრულებთ ჩემო ნინო მართალია მღერი ვერ შეველივიო მაგრამ მაინც უნდა შეგელიოთ ჩვენი სტუმარი იყო უშვენიერესი ნინო ჩხეიძე